დააც დამტკიცებულად გითხრა თქვენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკის. ერთი წინადადებით იწყება ტექსტი, რომელიც 16 საუკუნის წინ შეიქმნა. ერთი სიტყვა აღსასრული, ანუ დასასრული. წარმოიდგინე საპიტრიარქოს კარის მოძღვარი ზის და წერს. იგი თავისი თვალით ხედავდა, როგორ აწამეს და მოკლეს დედოფალი და ამ ამბავს აღწერს შენთვის. ეს ტექსტი ქართული ორიგინალური მწერლობის უძველესი ძეგლია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ამ ვიდეოში გაიგებ, რატომ არ ბერდება ეს ამბავი და რატომ წყვეტს ერთი ჭიქის შელეწვა ერის ბედს. ეს ვიდეო არის მესამე ვიდეო გაკვეთილი ჩემი YouTube ვიდეო კურსისა ქართული კლასიკური მწერლობის შესახებ, რომელსაც ჩემს არხზე ვაკეთებ. არ დაგავიწყდეს ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. ჯერ მოდი ერთი რამ დავაზუსტოთ. უფრო ადრინდელი ქართული ნაწარმოები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართული მწერლობა მე-5 საუკუნეში დაიბადა. პირიქით, თვით შუშანიკის წამება არის საბუთი იმისა, რომ მე-5 საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობას გარკვეული წინამძღვრები აუცილებლად უნდა ჰქონოდა. ასეთი დონის ნაწარმოები ვერ შეიქმნებოდა წინარე გამოცდილების გარეშე. ანუ ნაწარმოები არა მხოლოდ უძველესი ჩვენამდე მოღწეული ძეგლია, იგი იმის მტკიცებულებაცაა, რომ ქართული მწერლობა მე-5 საუკუნემდეც არსებობდა. მას სად დაიკარგა ადრინდელი ძეგლები? ჟამთა სიავემ გაანადგურა, გარეშე მტრების, განუწყვეტელმა შემოსევებმა და შინაურმა აშლილობამ გამოიწვია ის, რომ ისინი დღემდე არ ჩანს. ახლა დაფიქრდი. 16 საუკუნე გვაშორებს ამ ამბის დაწერის ხანას, მაგრამ რას გვიყვება? ღალატ პრინციპებისა და ერთგულებას შინაგანი მწამსისა. ეს უბერებელი თემაა. იგი ყველა დროის ადამიანის წინაშე შეიძლება წამოიჭერას და განსაკუთრებით მძაფრდება მაშინ, როცა ოჯახის ზღუდეებშია მომწყდეული. სამყაროსა და ადამიანის მიმართ ორი საპირისპირო დამოკიდებულება. ერთი კითხვა გამიჩნდა აქ. ტექსტი იწყება სიტყვით აღსასრული. თუ მხოლოდ შუშანიკის სიკვდილის ამბავი შემორჩა, ზოგ მკვლევარს მართლაც გონია, რომ თხზულებამ ჩვენამდე არასრულად მოაღწია. ამას აფიქრებინებს ისიც, რომ ცოტა ქვემოთ ვკითხულობთ ნაწარმოებში. შუშანიკი იყო მოშიში ღმრთისა, სიყრმისგან თვისით. სიყრმეზე კი შემორჩენილ ტექსტში არაფერია ნათქვამი, მაგრამ მაგ გადამწყვეტი ერთი დეტალი. ეს წამებაა და არა ცხოვრება. თუ იაკობის წერის მანერას დავაკვირდებით, დავწმუნდებით, ასეთი დასაწყისი ბუნებრივია წამებათა ტიპის ტექსტისთვის. იაკობს ხომ ამბის ყველაზე დაძაბული და დრამატული კვანძები აინტერესებს. ეს ტექსტი არა მხოლოდ ჟანრულად, არამედ ენობრივ სტილისტურადაც განსაზღვრავს მთელი ქართული ჰაგიოგრაფიის შემდგომ განვითარებას. ძველი ქართული ლიტერატურის პირველ პერიოდში წამყვანი ჟანრი ჰაგიოგრაფია იყო. ეს არის წმინდანთა ცხოვრებისა და მათი მარტვილობის აღმწერი წერლობა. კორნელ კეკელიძის აზრით, ქართული ჰაგიოგრაფიის დასაწყისი უნდა ვეძიოთ, თუ უფრო ადრე არა, ყოველ შემთხვევაში ქართულ ენაზე ღვთისმსახურების შემოღების ხანაში. რატომ? იმიტომ, რომ საღვთო წერილის წიგნებთან ერთად წმინდანთა ცხოვრების კითხვა თავიდანვე ღვთისმსახურების აუცილებელ ელემენტად ითვლებოდა. ანუ, უკვე მე-5 საუკუნეში საქართველოში წმინდანთა ცხოვრებანი ნათარგმნი უნდა ყოფილიყო. ამას ადასტურებს თვით შუშანიკის წამების ერთი ფრაგმენტი, როცა დედოფალი წაიყვანეს პიტიახშ ვარსქემთან. მან თავის სახარებასთან ერთად წმინდანი იგი წიგნი მოწამეთანი წაიღო. ხვდები? უკვე იყო წიგნები მოწამეთა შესახებ თარგმნილი ან დაწერილი. ეს ნაწარმოები ორმაგად ძვირფასია. ერთი მხრივ მასში დაცულია უძვირფასესი ცნობები ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მეორე მხრივ ქართული მწერლობის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლია. და აქ ერთ მნიშვნელოვან აზრამდე მივდივართ. ჟანრის გადააზრება შეუძლებელი ხდება მხოლოდ მისი ფუნქციური და ისტორიული კონტექსტის ფონზე. რას ემსახურებოდა ჰაგიოგრაფია? საზოგადოებრივ ეთიკურ კონსოლიდაციას, ეროვნულ სარწმუნოებრივი იდენტობის ჩამოყალიბებასა და ქრისტიანულ ღირებულებათა გავრცელებას.
მაგრამ ყურადღება მისი ლიტერატურული მხატვრული ღირებულება, რომელიც დღევანდელი მკითხველისთვის ცხადია, ამ ფუნქციათა აღსრულებისგან განუყოფელია, ანუ ფუნქცია და სილამაზე აქ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ კიდევ ერთი რამ უნდა გავიაზროთ. ეს ტექსტები მხოლოდ საკითხავად არ იყო შექმნილი. ჰაგიოგრაფიული ჟანრის გავრცელებას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უწყობდა ხელს. ეკლესიის ლიტურგიკული პრაქტიკა. წმინდანთა ცხოვრებებისა და მარტვილობათა ტექსტები იკითხებოდა ეკლესიაში, სწორედ ამა თუ იმ წმინდანის სცენების დღეს. ანუ ეს იყო რელიგიური ცერემონიის ნაწილი და ამავე დროს მკვიდრი ლიტერატურულ-კულტურული გამოცდილება მრევლისთვის. ხვდები, რას ნიშნავს ეს? ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები არ იყო მხოლოდ წერილობითი ტექსტი. იგი იყო ცოცხალი, ხმოვანი აქტი, რომელიც კოლექტიური მოსმენისა და განცდის გზით შემოდიოდა საზოგადოების ცნობიერებაში. ამიტომ შუშანიკის წამება გვევლინება არა მხოლოდ ლიტერატურულ ნაწარმოებად, არამედ ლიტურგიკული აქტის სცენარად. ეთიკური მაგალითისა, თუ სარწმუნოებრივი სიმტკიცის უმთავრესი გზავნილი იყო, რომელიც თაობიდან თაობამდე გადადიოდა. სწორედ ამიტომ ვერ შევაფასებთ ამ ჟანრს უბრალოდ ლიტერატურული კრიტერიუმებით. იგი მთლიანი კულტურულ-რელიგიური ფენომენის ნაწილი იყო, რომელშიც ფუნქციური და ესთეტიკური ერთიან მთლიანობას ქმნიდა. რომ გავიაზროთ შუშანიკის ტრაგედია, ჯერ ვითარება უნდა დავინახოთ. ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნის 30-იან წლებში 327 წლის მახლობლად 100-ად იღებს ივანე ჯავახიშვილი აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობა ოფიციალურ სარწმუნოებად გამოცხადდა. ეს უდიდესი აქტი იყო. პოლიტიკურადაც, სოციალურადაც, ეკონომიკურადაც, კულტურულადაც. ქრისტიანობის მიღება ხელს უწყობდა ქართლისა და რომის იმპერიას შორის კავშირის გამტკიცებას. რატომ? იმიტომ რომ ეს ნიშნავდა ირანულ ორიენტაციაზე უარის თქმას, ბრძოლას ირანული კულტურული და პოლიტიკური გავლენის წინააღმდეგ. მეტიც, ერთიან კულტს უნდა შეემჭიდროებინა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილი და განემტკიცებინა ცენტრალური ხელისუფლება. ცენტრალიზებული სახელმწიფო წარმოუდგენელი იყო რეგიონული წარმართული კულტებისა და ცალკეული ეთნოპოლიტიკური ერთეულების ერთიანი იდეოლოგიის ქვეშ მოქცევის გარეშე. ქრისტიანობა კი ამ ფუნქციას სრულყოფილად ასრულებდა. კიდევ ერთი რამ, სრულიად განსაკუთრებული. სწორედ ქრისტიანობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ქართული სამწერლობო ენისა და ლიტერატურის განვითარებაში. ბიბლიის თარგმანებს, რომლებიც მე-4-მე-5 საუკუნეებში შესრულდა, აგრეთვე ორიგინალურსა და ნათარგმნ ძეგლებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სალიტერატურო ენის დახვეწისთვის. ანუ სარწმუნოება და ენა აქ ერთად იზრდებოდა. ახლა გადავინახოთ მე-5 საუკუნეში. ამიერკავკასია ორი უდიდესი სახელმწიფოს, რომის იმპერიისა და ირანის მუდმივი ქიშპობის საგანი იყო. სომხეთი და საქართველო ხელიდან ხელში გადადიოდა, იმის მიხედვით, რომელი აგრესორის ჯაბნიდან მეტოქეს. მე-5 საუკუნის 40-იანი წლებიდან კი ახალი, უფრო აგრესიული ეტაპი დაიწყო. ირანის მიზანი იყო სავსებით მოესპო ის შინაგანი დამოუკიდებლობა, რომელიც ქვეშევრდომ ქვეყნებს შეერჩათ და ისინი ირანის რიგით პროვინციებად ექცია. ამისთვის ირანელებმა გადაწყვიტეს ამ ქვეყნების იზოლაცია არაირანული სამყაროსგან, მათი კულტურის მოსპობა და მოსახლეობის სრული ასიმილაცია. ამას გამაზდიანებას უწოდებენ. ანუ მიზანი მხოლოდ პოლიტიკური მორჩილება არ იყო, მიზანი იყო ერის სრული გადაშენება კულტურულადაც და სარწმუნოებრივადაც. განსაკუთრებული ვითარება შეიქმნა ქართლში. ქართლის ერთი ნაწილი, ქვემო ქართლი, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში სომხეთმა მიიტაცა. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში ტიგრან დიდმა იგი ცალკე ოლქად გამოყო და მის გამგებლად პიტიახში დანიშნა. მე-4 საუკუნის 40-იან წლებში კი ქვემო ქართლი სომხეთს გადაუდგა და თავის ისტორიულ ნაწილს ქართლს შეუერთდა. მმართველად პიტიახში დარჩა. ქართლის სამეფოში მეფის შემდეგ უდიდესი ფეოდალი. ანუ სწორედ ამ სასაზღვრო სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მხარეს განაგებდა ვარსქენი. და სწორედ ამიტომ მისი ღალატი მხოლოდ ოჯახის ტრაგედია არ იყო. იგი მთელი ქვეყნის
იგი მთელი ქვეყნის ღალატი იყო. ირანის მეფეები სარგებლობდნენ პიტიახშთა გამთიშველი მოღალატური პოლიტიკით. მათი მოსყიდვით ცდილობდნენ ქართლის სამეფოს დასუსტებას. გახსოვს? ქვემო ქართლი მეოთხე საუკუნის 40-იან წლებში ქართლს შეუერთდა. ოღონდ მმართველად პიტიახში დარჩა. მეფის შემდეგ უდიდესი ფეოდალი. სწორედ ამ პიტიახშებზე იყო მიმართული ირანის მზაკრობა. განსაკუთრებით აღზევდნენ ისინი მეხუთე საუკუნის 20-იანი წლებიდან. ჯერ ასპარეზზე გამოვიდა არშუშა, კაცი პატივცემული და ღვთისმოყვარე. შემდეგ კი მისი ვაჟი ვარსქენი, პატივმოყვარე და გადაგვარებული. დაიმახსოვრე ეს ორი სიტყვა, რადგან ვარსქენის მთელ ცხოვრებას თან სდევს ისინი. 459 წელს იეზდიგერდ მეორემ ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის მეთაურები სამეფო კარზე იხმო. დიდებულებმა წინასწარ გადაწყვიტეს სარწმუნოების გამოცვლაზე უარის თქმა. ქართლიდან აქ იყო არშუშა პიტიახში, ვარსქენის მამა. სომხეთიდან ვარდან მამიკონიანი. დაიმახსოვრე ეს სახელი, ვარდან მამიკონიანი შუშანიკის მამა იყო. აქ იყო მისი ძმა, ან ვარდანის ძმა, ჰმაიკ მამიკონიანიც. შაჰმა დიდებულები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. თუ სარწმუნოებას არ შეიცვლიდნენ, ემუქრებოდა მათ ამოწყვეტით, ქვეყნის აოხრებით. ამ ძვიერმა მუქარამ გადააწყვეტინა მათ მაზდიანობის ფორმალური აღიარება. მაგრამ მალე სამშობლოში დაბრუნებულები კვლავ ქრისტიანებად დარჩნენ, ანუ მაზდიანობა ფორმალურად მიიღეს. 450 წელს სომხეთსა და ალბანეთში ანტიირანულმა აჯანყებამ იფეთქა. სათავეში ჩაუდგა ვარდან მამიკონიანი, შუშანიკის მამა. იგი გმირულად დაიღუპა 451 წლის 26 მაისს ავარაის ბრძოლაში. დაფიქრდი, შუშანიკი იმ კაცის ქალიშვილია, რომელმაც სიცოცხლე გაიღო სარწმუნოებისთვის. ის ღალატს ვერ აიტანდა. ეს მის სისხლში იყო და ეს კონტრასტი არ არის შემთხვევითი. ერთ მხარეს მამა, რომელიც სარწმუნოებისთვის იღუპება ბრძოლის ველზე, ქვეყნის თავისუფლებისთვის. მეორე მხარეს ქმარი, რომელიც სარწმუნოებას იცვლის სტატუსის სანაცვლოდ და ამავე დროს ღალატობს კიდეც ქვეყანას. სწორედ ამ ორ პოლუს შუა აღმოჩნდა შუშანიკი. ახლა გავიცნოთ ეპოქის მთავარი მეფე, ვახტანგ გორგასალი. ქართლის ტახტზე 458 წელს ავიდა, სულ 15 წლისა. მამა მირდატი ადრე გარდაიცვალა. დედა კი საგდუხტი, სპარსელთა მარსპანის ქალიშვილი, ცდილობდა დაობლებული მემკვიდრეები ეროვნული სულისკვეთებით აღეზარდა. სწორედ დედამ გადაარჩინა პატარა ვახტანგი გამაზდიანებას. მან საკუთარ მამას თხოვა შეენარჩუნებინა უფლის წულისთვის სარწმუნოება. ხვდები რა სახით ბრძოლა მიდიოდა? სპარსელები მშვენივრად ხვდებოდნენ რა მნიშვნელობა ჰქონდა სარწმუნოებრივ გავლენებს და ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ მაზდიანობის გავრცელებას. ვახტანგი 20 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი პირველი მეუღლე იყო დედოფალი ბალენდუხტი, სპარსეთის შაჰის ჰორმის მესამი ასული. მათ ტყუპები ქალ-ვაჟი შეეძინათ, მაგრამ დედოფალი მშობიარობას გადახვა. ვაჟს დაჭი დაარქვეს. ის მამის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა და ახლობით 514 წლებში მეფობდა. მეორე მეუღლე, დედოფალი ელენე, ბიზანტიის კეისრის ლეონ პირველის ასული იყო. მათ 3 ბიჭი და 2 გოგო შეეძინათ. დაჩის გამეფების შემდეგ კი განარჩენი ძმები ერისთავთა მთავრები გახდნენ. ხედავ რა ხდება. ვახტანგი პირველი და მეორე ცოლის მეშვეობით საშუალებით დაუზავდა ბიზანტიასა და ირანს. მან ირანს ქართლში ქრისტიანობის დევნაზე უარი ათქმევინა. 459 წელს ირანში გამეფდა პეროზი და ვარსქენ პიტიახში გადაიხარა მის მხარეს, რის შედეგად ვახტანგ გორგასალს დაუპირისპირდა. სწორედ ამ ფონზე უნდა დაიდგა შუშანიკის ცხოვრება და წამება. იგი არ არის უბრალოდ ოჯახური დრამის მსხვერპლი. იგი უმსხვილესი გეოპოლიტიკური და სარწმუნოებრივი დაპირისპირების სიმბოლური ფიგურაა. ვინ წერს ამ ყველაფერს? როგორც ტექსტიდან ჩანს, ნაწარმოების ავტორი არის იაკობი, საპიტიახშოს კარის მღვდელი, ანუ ძველ ქართულად ხუცესი. იგი მომსწრე და მხილველია იმ ამბებისა, რომლებიც ასე ცოცხლად და დამაჯერებლად აღწერა. მეტიც, იგი თავად ნაწარმოების ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟია. იაკობი შუშანიკთან დაახლოებული პირია. მისი მონათხრობი უაღრესად რეალისტურია. იგი მშვენივრად იცნობს პიტიახშის ოჯახურ ყოფას და იცის, რომ შუშანიკი მტკივნეულად განიცდიდა ვარსქენის გულგრილობას
სარწმუნოების მიმართ. როცა დედოფალმა შეიტყო ვარსქენის მიერ სარწმუნოების შეცვლის თავზარდამცემი ამბავი, შვილებიანად მიაშურა ეკლესიას. ისინი ღმერთში ავედრა და მახლობელ სახლაკს შეაფარა თავი. იაკობი ამ დროს ეპისკოპოს აფოცთან ერთად წასული იყო ცურტავიდან. ვარსქენის ღალატის ამბავი მათ დიაკონმა შეატყობინა. იაკობი მაშინვე წამოვიდა შუშანიკის სანგეშებლად. ეს ადასტურებს მის განსაკუთრებულ სიახლოვეს დედოფალთან. მისულმა ხუცესმა უთხრა: ღვაწლსა დიდსა შესვლად ხარ დედოფალო, ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტესსა. შუშანიკის პასუხი კი: ხუცეს და მეცა დიდსა ღვაწლსა გამზადებულ ვარ. ამ მოკლე დიალოგში ჩანს იაკობის როლი. იგი არ არის უბრალოდ თანამდგომი, გვერდით მდგომი შუშანიკისა. იგი მოძღვარია, რომელიც დედოფლის გადაწყვეტილების სიმტკიცეში დარწმუნებას ცდილობს. იაკობს უნდოდა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო. ამიტომაც გააფრთხილა ბუნებაში აღზრდილი დედოფალი, რომ თუ ვერ შეძლებდა წამების ატანას, თავი არ ჩაეგდო განსაცდელში. როცა დარწმუნდა, რომ შუშანიკის გადაწყვეტილება საბოლოო იყო, მას თხოვა ყველაფერი გაენდო, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა მისი ღვაწლის შესახებ ნაწარმოების დაწერა. ხვდები, იაკობი თავიდანვე გრძნობდა, ხვდებოდა, რომ ისტორიული ფაქტის თვითმხილველი იყო და ამ ფაქტის მოვლენის აღწერით უნდა დაემოწმებინა იგი მომავალი თაობებისთვის, გადაეცა მომავალი თაობებისთვის. იაკობს პატივსცემს ვარსქენიც. სპარსეთიდან დაბრუნების მეორე დღესვე მიიწვია ხუცესთა შორის. დახვალისა დღე ვითარ აღდგა პიტიახში გვიწოდა ჩვენ ხუცესთა და მივედით და სიხარულით შეგვიმთხვევნა. მეტიც, ვარსქენმა იცის, რომ იაკობს დედოფალთან ახლო ურთიერთობა აქვს. როცა მღვდელმა მისი ბრძანება უგულებელყო და ჩაკეტილ შუშანიკთან, დატყვევებულ შუშანიკთან მივიდა, ვარსქენმა არ უსაყვედურა, პირიქით, დავალებაც კი მისცა, შუშანიკისთვის სამკაულები გამოერთმივნა. აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავიგოთ. იმ ეპოქაში სარწმუნოებისთვის თავდადება სამშობლოსთვის თავგანწირვის ტოლფასი იყო. შუშანიკის წამება იაკობმა მარჯვედ გამოიყენა ქრისტიანული სარწმუნოების ინტერესებისთვის. მან გამოაფხიზლა თავისი თანამედროვე საზოგადოება და უჩვენა ქვეყნის ინტერესებისთვის სამსახურის ბრწყინვალე მაგალითი. სწორედ ამით ვლინდება მისი პატრიოტიზმი. ნაწარმოებიდან კი ჩანს იაკობის განათლება. ძველი და ახალი აღთქმის წიგნების შესანიშნავი ცოდნა. უნდა ვიფიქროთ, რომ იგი კარგად იცნობდა ორიგინალურ თუ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიასაც. ფიქრობენ, რომ მე-6 საუკუნის დასაწყისში იგი ცურტავის ეპისკოპოსი გამხდარა, თუმცა ეს დამტკიცებული არ არის. ახლა მოდი გავხდეთ დეტექტივები. როდის დაიწერა ეს ტექსტი? პასუხი თვით ნაწარმოებშია დაცული, მოცემული. დასაწყისშივე ვკითხულობთ, იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა კარად სამეფო წარემართა ვარსქენ პიტიახში. მოდი ვიანგარიშოთ. სპარსეთში პეროზი გამეფდა 459 წელს. მერვე წელი, ესე იგი ვარსქენი გაემგზავრა პეროზის სამეფო კარზე მერვე წელს, ანუ 467 წელს, ხოლო დაბრუნდა 469 წლის დასაწყისში. ამავე წელს პირველად აწამა მან შუშანიკი. შემდეგ ვარსქენმა ხელახლა გვემა დედოფალი და ციხეში ჩააგდო. იქ შუშანიკმა 6 წელი გაატარა და მე-7 წელს, ანუ 475 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. ნაწარმოების მიხედვით იგი პარასკევს გარდაიცვალა, ხოლო ეკლესიამ მისი მოხსენების დღე ხუთშაბათი დაადგინა. ახლა ყველაზე მთავარი მინიშნება. ტექსტი დაწერილია შუშანიკის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ყურადღება, მასში არაფერია ნათქვამი ვარსქენის სიკვდილზე. ცნობილია, რომ ქვეყნის მოღალატე ვახტანგ გორგასალმა, ანუ ვარსქენი, 492 წელს მოაკვლევინა. თუ ტექსტი 492 წლის შემდეგ დაიწერებოდა, მწერალი აუცილებლად აღნიშნავდა უშვილო ვარსქენის დასჯას. ესე იგი, ნაწარმოები დაწერილია 473-92 წლებს შუა და დააკვირდი იაკობის სიფრთხილეს. იგი არ ქმნის ჰაგიოგრაფიულ ლეგენდას, აბსტრაქტულ ფონზე, პირიქით, თხრობას სვამს ისტორიული დროის კონკრეტულ ნაკადში. სპარსეთის შაჰთა ზეობა, ვარსქენის გამგზავრება და დაბრუნება, ცალკეული ღვაწლის თარიღი თვემდე და დღემდე ფიქსირდება. იაკობისთვის
ისტორიული რეალობა შემთხვევითი ფონი არ არის. იგი აუცილებელი კომპონენტია, რომელიც წმინდანის ცხოვრების სარწმუნოებას ამყარებს და მოწამის ღვაწლს ისტორიული უწყვეტობის ჯაჭვში აერთიანებს. სწორედ ამ ფაქტობრივი სიზუსტის წყალობით შუშანიკის სწავლება დღემდე რჩება არა მხოლოდ ლიტერატურულ ძეგლად, არამედ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ წყაროდ მეხუთე საუკუნის ქართლის სოციალური, პოლიტიკური და სარწმუნოებრივი ცხოვრების რეკონსტრუქციისთვის. და ახლა მივადექით ყველაზე განხმაურებულ სცენას. მაგრამ ჯერ ერთი რამ უნდა გავიგოთ. შუა საუკუნეთა მწერლობაში სივრცე ეთიკური კატეგორიად აღიქმნებოდა. ერთმანეთს უპირისპირდება ზეციური და მიწიერი გარემო. წმინდანი სათასაზო ფევლისკენ მიისწრაფვის. იგი ეძიებს წმინდა მიწას, უწმინდური გარემოდან გასვლას ცდილობს. ეს შეიძლება ყოფილიყო უდაბნო მონასტერის სენაკი. საგულისხმოა, რომ შუშანიკის სივრცეა ეკლესია. სახლა კი ერთი მცირე სენაკი. ამიტომაც, როცა მას ეუბნებიან მოვედ ადგილსათვისა, ეს მხოლოდ ფიზიკური გადაადგილების მოთხოვნა არ არის. ეს სარწმუნოებრივ სულიერი არჩევანის გადატანაცაა ამავდროულად. ახლა ჭიქა. ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ ჯოჯიკის უდანაშაულო ცოლისთვის ჭიქის შელეწვა შეუფერებელია წმინდანისთვის. თვითონ შუშანიკის ცუდი თვისება გამოიჟონა ამ დეტალით. მაგრამ ტექსტისთვის თვალისმი გადევნება სხვა სურათს აჩვენებს. ვარსქენმა ჯოჯიკისა და მისი ცოლის პირით შეუთვალა ვარსქენს შუშანიკს მუქარა. უკვე თუ არა თრევით მოგითრიო. ისინი ანუ ჯოჯიკი და მისი მეუღლე მრავალსა დასაჯერებელსა სიტყვასა ეტყოდეს. შუშანიკმა კი მათ უპასუხა. მეგონა მე ვითარმედ იგი ჩემდა მოვაქციო და ღმერთი ჭეშმარიტი აღიაროს და აწმე მაიძულებთ ამის ყოფად. და დასცინა. შენ ჯოჯიკ აღარა ხარ ჩემი მაზლი და აღარა მე შენი ძმის ცოლი. ხვდები? იგი მათ ვარსქენის საქმეთა თანაზიარად მიიჩნევს. და ტექსტ დააკვირდი. მცირე მონაკვეთში რამდენჯერმე მეორდება სიტყვა იძულება. აიძულებდეს, მეტად აიძულეს და ასე შემდეგ. იაკობ ხუცეს ქართული არ უჭირს. ენის სტიქიაში ძალიან ლაღად გრძნობს თავს. ამ სიტყვაზე ყურადღებას განზრახ ამახვილებს. შუშანიკი დახვა მათ ნებას და სასახლეში დაბრუნდა. მაგრამ იქ მამათა და დედათა პურის ჭამის წესის ზარღვევამ კიდევ უფრო ნათელი გახადა ის, რომ ვარსქენი ძალღონეს არ ზოგავდა. სწორედ ამიტომ უარყო შუშანიკმა ერთად პურის ჭამა და განყარა ხელი და ჭიქა იგი პირსა შეალეწა და ღვინო იგი დაითყია. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს თავშეუკავებლობაა, მაგრამ შუა საუკუნეებში სხვაგვარად აღიქმნებოდა მსგავსი ქცევა. მაშინდელი ხელოვანი ცალკეულ ქმედებას არ აღიქვამდა ხასიათის თვისებად. ჰაგიოგრაფი მრავლისაგან მცირეც აღწერდა და ჭიქის შელეწვა ამ მცირეში სწორედ იმიტომ მოხდა, რომ იგი წმინდანის კომპრომისობის დასტური იყო. ჯოჯიკის ცოლისგან ღვინის შეთავაზებას უპირისპირდება ამავე ნაწარმოებში იაკობის მიერ ღვინოში ჩამბალი პურის შეთავაზება, ნაცემი შუშანიკისთვის. ეს ერთდროულად რეალისტური დეტალია. დედოფალს ყბები და კბილები ჰქონდათ დამტვრეული, ჩამსხვრეული და ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარების სიმბოლო კი მიიღო. ღვინის ეს ორი შეთავაზება ეხმიანება პავლე მოციქულის სიტყვებს. ვერ ხელი გეწიფები სასუმელი უფლისაი, სუმად და სასუმელი ეშმაკთაი. გამოდის, ჭიქის შელეწვა არ არის ემოციური აფეთქება, ეს ღრმად სიმბოლური აქტია. შუშანიკი ფიზიკურად უარყოფს მასდურის სასმის, რათა შემდეგ მიიღოს ჭეშმარიტი ღვთაებრივი ზიარების სასმელი. ეს დეტალი მოწამის სულიერი განვითარების გზაზე მიგვანიშნებს და სწორედ ამიტომ მოხვდა იგი მრავლისაგან მცირედში. რას ისახავდა მიზნად ჰაგიოგრაფია? იგი ცდილობდა ადამიანის პირველ სახესთან მიახლოებული იდეალური პიროვნების დახატვას, მაგრამ ეს გმირი ამავე დროს ისტორიული პიროვნებაცაა. ხშირად ფიქრობენ, რომ თუ ტექსტის შაბლონს მიჰყვება, ეს ნაკლია. სინამდვილეში კი პირიქით. ამ ეპოქის ესთეტიკით ჟანრიდან გამოსვლა კი არ არის ოსტატობა, არამედ ჟანრის შესაძლებლობების ბოლომდე გაშლა. მის ფარგლებში უდიდესი იდეურ გამომსახველობითი ძალის გამოკვეთა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჰაგიოგრაფიულმა შაბლონმა დასრულებული სახე უკვე მე-6 საუკუნეში მიიღო კირილე სკვითოფოლელის შემოქმედებაში, მაგრამ ეს ცხოვრებას ეხება, ანუ ცხოვრებათა ჟანრს. წამებათა ჟანრი კი ადრინდელია და ბიზანტიური მარტვილოლოგიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები მე-4-მე-5 საუკუნეებშია დაწერილი. შუშანიკის წამებაში ბევრი დეტალი შაბლონის თანხმედრია. მაგალითად, ქრისტიანული ოჯახიდან წარმომავლობა, სიყრმითვე ღვთისმოშიშება, გადამდირებელნი და თავის მოზღუდვა, გამამხნევებელნი, ტანჯვის სცენები, სასწაულები, აღსასროლის წინასწარ-ბრძნობა, საფლავის დაბარება და ასე შემდეგ. მაგრამ გამოსახულებით საშუალებათაგან განსაკუთრებულია მეტაფორა სიმბოლოები, რადგან მასში ვლინდება ზოგადი თვალთახედვა. ეს საშუალებები მეორდება ავტორიდან ავტორამდე, წამებიდან წამებამდე და ეს განმეორება დღევანდელი გემოვნებით უცნაურად ჟღერს, მაგრამ მასში მოულოდნელი ხერხთა ძიება შეუფერებელი იყო სასულიერო მწერლობისთვის. ხელოვანის წინაშე იდგა არა ბიბლიური სტილის უკუგდების, არამედ მისი ათვისების პრობლემა. ამიტომ გვხვდება ერთი და იგივე საშუალებები ბიბლიაშიც, შუშანიკის წამებაშიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აგრუღოთ შუშანიკის ცნობილი ფრაზა: მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყვავილი ჩემი დააჭმა. ბევრმა მკვლევარმა აქ ორიგინალური მხატვრული სახეები და წმინდანისთვის შეუფერებელი ჩივილი დაინახა, მაგრამ ეს მეტაფორები ორიგინალური კი არა, ბიბლიის პოეტური არსენალიდან მომდინარე სტერეოტიპებია. ყვავილი ბიბლიური მეტაფორა სიმბოლოა. მისი ხანმოკლე ყვავილობა და ფურცელთა დაცვენა მიანიშნებს სამქვეყნიური დიდების ამაოებაზე, წუთისოფლის წარმავალობაზე, რასაც ადასტურებს ფსალმუნისა და პეტრე მოციქულის ეპისტოლეს მუხლები. ნაყოფი სახარებაში სულიერი ღვაწლისა და სათნო საქმეების სიმბოლოა. სანთელი კი მაცხოვრის სიტყვის ნათელს, სარწყმუნოებრივი ცხოვრების სიწმინდეს. მისი დაშრეტა ერთდროულად ფიზიკური სიკვდილისა და სულიერი ცხოვრების დაწყების მაუწყებელი. სამივე ნაყოფი, სანთელი, ყვავილი ერთიან საფეხუროვან სტრუქტურას ქმნის, რომელიც აერთიანებს ისტორიულ, სულიერ და ემოციურ ტრაგედიას. კიდევ ერთი სიმბოლო, სამკაული. იგი ღრმად სიმბოლური დატვირთვისაა. ვარსქენის მიერ სამკაულთაგან განძარცვული ნაგვემი შუშანიკი იაკობმა კვლავ იხილა, შემკული, მაგრამ უკვე საკრველებით, ანუ ბორკილებით. და ვიხილე ტარიგიე ქრისტესი შვენიერად ვითარცას ძალი, შემკული საკრებელთა მათგან. კრავი აქ ტარიგად იქცა და მსხვერპლის ნიუანსი შეიძინა. ამ ქვეყნიური პატევის სამკაულის ნაცვლად ბორკილებით შემკული და ქრისტეს სასილოდ გამზადებული შუშანიკის სულიერი ამაღლება ვიხილეთ. სამკაული აზრობრივად ეხმიანება საკრველს, როგორც სული შემბორკა, ცოდვათა მეტაფორას. ამ ქვეყნიური სამკაულისგან განძარცვული და ცოდვათა საკრველთაგან განთავისუფლებული შუშანიკი დაბორკილია უკვე ქრისტეს სასწლოდ. და სამივე მთავარი მეტაფორა, ნაყოფი, სანთელი, ყვავილი ერთიან საფეხუროვან სტრუქტურას ქმნის, რომელიც მოიცავს ცხოვრებისეული სარწმუნოებრივი და ესთეტიკური ღირებულებების სრულ სპექტრს. და მათი სამივე დასასრული, მოსთვლა, დაშრეტა და დაჭნობა ერთობლივად აერთიანებს ისტორიულ, სულიერ და ემოციურ ტრაგედიას მხატვრულ სიმბოლურ კონცეფციაში. და ახლა ის რასაც ჩვეულებრივ ვერ ამჩნევენ. გახსოვს, შუშანიკი ციხეში 6 წელი იჯდა და მე-7 წელს გარდაიცვალა. ეს მხოლოდ ფაქტი არ არის. 6 წელი ეხმიანება ბიბლიურ 6 დღეს, შემოქმედების ხანას. მე-7 წელი კი შაბათის, დასვენებისა და ესქატოლოგიური დასასრულის სიმბოლოა. ანუ შუშანიკის გარდაცვალება მე-7 წელს გვიჩვენებს, რომ მისი ღვაწლი იწერება ღვთაებრივი დროითი სტრუქტურის შესატყვისად და დააკვირდი, ეს სიმბოლოები იზოლირებულად არ მუშაობს. ყოველი ნიშანი ერთიან სემანტიკურ ქსელშია ჩართული. შუშანიკის ციხეში დატყვევება, წმინდანი, იგი წიგნი მოწამეთანის თან წამოღება, საჭმლის უარყოფა, მხოლოდ ქრისტეს ზიარების მიღება. ყოველივე ეს დედოფლის ცხოვრების ყოველდღიურ მოვლენებს ლიტურგიკულ აქტებად აქცევს, ხოლო მის ფიზიკურ ტანჯვას
სარწმუნოებრივი მისტიკისა და ღვთაებრივი ზიარების აქტებად. ამიტომ ჰაგიოგრაფიული შაბლონი იაკობთან მექანიკური რეპროდუქცია არ არის. იგი სრულფასოვანი სოფლმხედველობრივი ენაა. შაბლონი ქმნის სტრუქტურულ ჩარჩოს, რომელშიც ხელოვანი თავისუფლად იყენებს ლოკალურ, ისტორიულ და ფსიქოლოგიურ მასალას. ცოცხალი დიალოგების სიმდიდრე, ვარსქენისა და შუშანიკის ფსიქოლოგიური დაპირისპირების ნიუანსები. ყოველივე ეს შაბლონს ანიჭებს ეროვნულ კოლორიტს და მკითხველზე უშუალო ემოციური ზემოქმედების ძალას. მეხუთე საუკუნის ქართველი მწერალი შაბლონს არ აღიქვამდა შემზღუდველად, არამედ როგორც კულტურული კომუნიკაციის ენას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იყო ეროვნული გამოცდილების ჩართვა საერთო ქრისტიანულ დიალოგში. ბიზანტიურ მწერლობასთან მჭიდრო კონტაქტის მიუხედავად, ქართულ ჰაგიოგრაფიას თავისი გზა ჰქონდა. მისი ძირითადი თავისებურება ღრმად ეროვნული სულისკვეთებაა. 14 საუკუნის განმავლობაში მირიან მეფის დროიდან 18 საუკუნის დასასრულამდე ქართულ ხალხს ფარად და მახვირად ჰქონდა ქრისტიანობა. ეროვნული იდეალები მჭიდროდ დაუკავშირდა სარწმუნოებრივს. ამიტომ მარტვილობას ჩვენში მაზდიანურ და მაჰმადიანურ აღმოსავლეთში ქრისტიანობის ბურჯად მდგარ ქვეყანაში უდიდესი რეზონანსი ჰქონდა. დააკვირდი ერთ რამეს. მარტვილობათა გმირები სპარსელი ევსტატი თუ არაბი აბო ეროვნულ გმირებად იქცნენ მათი ეროვნული წარმომავლობის მიუხედავად. იაკობმა ისე გაიაზრა შუშანიკის მარტვილობა, რომ მისგან ჩამოაცილე ის დეტალები, რაც ხელს შეუშლიდა მის ეროვნულ იდეალთა მტვირთველად აღიარებას. ქართულ ჰაგიოგრაფიულ ტრადიციაში სარწმუნოების, ქრისტიანობის შეცვლა აღიქმებოდა ღალატადერისა. ეს დამოკიდებულება შუშანიკის წამებაში პირველად ფორმულირდა და შემდეგ მთელი ქართული ჰაგიოგრაფიის სტრუქტურულ ღერძად იქცა. და დააკვირდი, რა გრძელია ეს ჯაჭვი. ქართულმა ჰაგიოგრაფიამ მე-5-დან მე-18 საუკუნემდე განვითარების რთული გზა განვლო. ჩვენში წამებას ბოლო არ უჩანდა. ცხოვრება მოქალაქეობის ჟანრს განუწყვეტლივ ენაცვლებოდა წამების ჟანრი, რადგან წერლობა ეხმიანებოდა რეალურ ყოფას. რჯულ გადასვლის მომთხოვნი ჩვენში ხან იყო მარსპანი, ხან ამირა, ხან თავად შაჰ-აბასი, მაგრამ ყურადღება არც ერთ დამპყრობელს ქართველისთვის ეროვნულ ღირსებათა დათმობა პირდაპირ არ მოუთხოვია. მუდამ სარწმუნოებრივი გადაგვარება იყო აქცენტირებული. იმიტომ რომ ეროვნული და სარწმუნოებრივი იდეალები ერთმანეთს იყო გადაჯაჭვული. ვარსქენი, ფეოდალი, რომელიც სარწმუნოებრივი გადაბირებით მაღალ პოლიტიკურ სტატუსს ეძებს, გახდა არქეტიპი იმისა, თუ როგორ კარგავს ერის სუვერენიტეტს, როცა მისი ერი და სარწმუნოებრივ თვითცნობიერებას ვერ ინარჩუნებს. შუშანიკი იქცა მოწამეობრივი სიმტკიცის სიმბოლოდ. ეს პარადიგმა ღალატი თუ ერთგულება, განრიგება თუ თანადგომა, კონფორმიზმი თუ მოწამეობა გადადის შემდეგ ნიმუშებში, ნაწარმოებებში. იოანეს ავანესის აბოთვილელის წამებაში, კონსტანტი კახის წამებაში და სხვა. ყოველ ჯერზე ცენტრალური ფიგურა, მართალი ქრისტიანი, წარმოდგენილია არამხოლოდ ინდივიდუალური სარწმუნოების გმირად, არამედ მთელი ერის ტრადიციის მცველად, რომლის ფიზიკური დაღუპვა იქცევა ერის სულიერი მთლიანობის გარანტიად. და ბოლოს, ქართულ ჰაგიოგრაფიას ეროვნულ ხასიათს ისიც ანიჭებდა, რომ მისი თხზვა ხდებოდა ეროვნულ ენაზე. და ეს თავისთავად ეროვნული ცნობიერების მძლავრი მაუწყებელი იყო, მაშინ როცა ქრისტიანულ სამყაროს უმეტეს ნაწილში ლიტურგიკულ ენებად რამდენიმე ეგრეთ წოდებული წმინდა ენა იყო მიჩნეული, ბერძნული, მაგალითად ლათინური. ქართველმა ერმა შეძლო თავისი მშობლიური ენა სრულფასოვან ლიტურგიკულ სამწერლობო ენად გარდაექმნა. უკვე მე-5 საუკუნეში ნათარგმნი იყო ბიბლიის წიგნები, ხოლო მომდევნო საუკუნეებში განსაკუთრებით ევთიმე და გიორგი მთაწმიდელის შრომით ქართულად ითარგმნა წმინდა მამათა ცხოვრებანი, ლიტურგიკული წიგნები, ფილოსოფიური ტრაქტატები, ჰომილიები. ეს უბრალო ლინგვისტური ოპერაცია არ იყო. ეს ქართული კულტურის სრული ინტეგრაცია იყო მსოფლიო ქრისტიანულ ცივილიზაციაში და ამავე დროს საკუთარი თავისებური ხმის შენარჩუნება ამ უნივერსალურ დიალოგში. შუშანიკის წამება გახდა მე-5 საუკუნის ისტორიულ
ჩარჩოს და მუდმივი აქტუალობის ძეგლად იქცა. შუშანიკის სიმტკიცე, ცოდვილ მეუღლესთან, მისი მზადყოფნა ფიზიკური ტანჯვისა და სიკვდილისთვის სარწმუნოების შენარჩუნების სანაცვლოდ, ეს ის ეთიკური პოზიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოწოდებად რჩებოდა ქართველი ერისთვის. იაკობ ხუცესმა მოახერხა იმ ლიტერატურული ენის შემოქმედებითი დაბადება, რომელშიც სრულფასოვნად გადმოიცემოდა როგორც ისტორიული ფაქტები, მოვლენები, ისე ღრმა ფსიქოლოგიური ნიუანსები და სარწმუნოებრივი ეთიკის უმაღლესი დონე. მოდი შევაჯამოთ. წმინდა შუშანიკის წამება მეხუთე საუკუნის ქართული ორიგინალური მწერლობის შედევრია. მასში ერთდროულად იხსნება ეპოქის ისტორიული ტრაგედია, ჰაგიოგრაფიული ჟანრის შემოქმედებითი შესაძლებლობები და ქართველი ერის ეროვნულ-სარწმუნოებრივი თვითშეგნების ფორმირება. ეს ტექსტი არა მხოლოდ ლიტერატურული ძეგლია, არამედ უმნიშვნელოვანესი ისტორიული წყაროც. იაკობ ხუცესმა დაახლოებით 1600 წლის წინ გვითხრა მთავარი. ღალატი რწმენისა და პრინციპებისა ხდება ღალატი ოჯახისა, ქვეყნისა და ერისა. მოწამის თავგანწირვა კი ბოროტების წინააღმდეგ აქტიური წინააღმდეგობის ფორმა. ეს თხზულება დღევანდელი გაგებით ხასიათის ფსიქოლოგიურ სირთულეს არ იცნობს, მაგრამ კონტრასტით, რიტმული პროზით, სიმბოლურ ალეგორიული ხატებითა და შინაგანი პერსპექტივით ქმნის ისეთ ერთიან მხატვრულ სისტემას, რომელიც დღესაც ნარჩუნდება. დღესაც იგი ემოციურ და ესთეტიკურ ზემოქმედებას ახდენს ქართველ მკითხველზე და არა მხოლოდ. ხელნაწერი გვერდები, რომლებმაც საუკუნოვანი გზა განვლეს და დღესაც მოგვითხრობენ გასაოცარ ამბავს ღმერთისთვისა და ქვეყნისთვის თავგანწირული დედოფლისა. ზუსტად ესაა შუშანიკის წამება, მარტვილობა. თქვენი აზრით, შუშანიკის მიერ ჯოჯიკის მეუღლის სახეზე ჭიქის შელეწვა მისი სისუსტის გამოვლინებაა თუ კომპრომისობის ყველაზე ძლიერი აქტი? დაწერე კომენტარებში შენი მოსაზრება. ეს ვიდეო არის მესამე ვიდეო გაკვეთილი ჩემი YouTube ვიდეო კურსისა ქართული კლასიკური მწერლობის შესახებ, რომელსაც ჩემს არხზე ვაკეთებ. არ დაგავიწყდეს ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. დაგემშვიდობები. მომდევნო ვიდეო იქნება იოანე საბანისტის აბო თბილელის წამების შესახებ. დროებით.